მე ვარ ეკა, განვიხილოთ ესე იგი რამოდენიმე სავარჯიშო თემა გახლავთ კვადრატული ფუნქცია. პირველი სავარჯიშო შინაარსი არის, შემდეგ იცი მოცემული გვაქვს კვადრატული ფუნქცია f(x) უდრის x კვადრატს მინუს 10x პლუს k. ვიცით რომ ფუნქციის მინიმალური მნიშვნელობა არის 3 სტოლი და უნდა ვიპოვოთ k პარამეტრის მნიშვნელობა. ვინაიდან x კვადრატის კოეფიციენტი არის წინ არის დადებითი 1 სტოლია ეს კოეფიციენტი, ამიტომ პარაბოლას ტვები არის ზემოთ მიმართული. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიცით რომ მინიმალური მნიშვნელობას ფუნქცია ღებულობს ეს მინიმალური მნიშვნელობა ტოლია წვეროს y კოორდინატის. აი ნახაზი წარმოდგენილია სწორედ ეს სქემა. შესაბამისი ნახაზი. ხო, ეხლა რაც შეეხება, ესე იგი, ჩვენ ვიცით რომ ეს მინიმალური მნიშვნელობა y უდრის 3-ს არის წვეროს y კოორდინატი. ეხლა რაც შეეხება წვეროს x კოორდინატი, ჩვენ ვიცით რომ წვეროს კოორდინატები გამოითვლება შემდეგი ფორმულით: -b გაყოფილი 2a-ზე და -d გაყოფილი 4a-ზე. ეხლა რა არის ეს a და b? ესე იგი, a ეს არის კვადრატული სამწევრის უფროსი კოეფიციენტი, ჩვენ შემთხვევაში 1, b არის კვადრატული სამწევრის წრფივი ნაწილის კოეფიციენტი, ანუ -10 და მოდი ეს თავისუფალი წევრი აღვნიშნოთ z და ეს არის კასტოლი ჩვენ შემთხვევაში. ანუ სწორედ ეს k უნდა ვიპოვოთ. ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ პარაბოლას წვეროს x კოორდინატი და როგორ ის? ეს x კოორდინატი უდრის, ისე როგორც უკვე ვთქვით, -b გაყოფილი 2a-ზე, ჩავსვათ შესაბამისი მნიშვნელობები, ეს არის -10 გაყოფილი 2 ჯერ 1-ზე, ანუ 10 მეორედი და ეს არის 5 სტოლი. ანუ ჩვენ გავარკვიეთ, რომ წერტილი კოორდინატებით 5 მინუს უკაცრავად 5-3 მდებარეობს მოცემული ფუნქციის გრაფიკზე. შესაბამისად, წერტილის კოორდინატებმა უნდა დააკმაყოფილოს მოცემული კვადრატული ფუნქციის განტოლება, ამიტომ f(x)-ის ნაცვლად ჩავწერთ 3-ს, ხოლო x-ის ნაცვლად 5-ს და მივიღებთ უკვე x-ის მიმართ, უკაცრავად k-ს მიმართ წრფივ განტოლებას. ისე მივიღებთ k უდრის 25 მინუს 50, ეს არის 3 სტოლი, ანუ k უდრის 3-ს, უკაცრავად აქ პლუსი გჭირდება, პლუს. ესე იგი, k უდრის 3-ს პლუს 25, ანუ უდრის 28-ს. ჩამონათვალში, ესე იგი, ეს მნიშვნელობა არის მეორე, ანუ სწორი პასუხი არის D. გადავიდეთ შემდეგ ამოცანაზე. ამ შემთხვევაში მოცემული გვაქვს ისევ კვადრატული ფუნქცია y უდრის 3x კვადრატს მინუს 12x პლუს 7 და ჩვენ ვიცით რომ y უდრის c წრფე კვადრატული ფუნქციის გრაფიკს კვეთს მხოლოდ ერთ წერტილში. ვინაიდან y უდრის c ეს არის ox ღერძის პარალელური წრფე, ესე იგი პარაბოლასთან აქვს მხოლოდ ერთი საერთო წერტილი, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს წრფე გადის კვადრატული ფუნქციის წვეროზე. მოცემული აქვს შესაბამისი ნახაზი. მოდით ახლა ამ შემთხვევაში ამოვწეროთ კვადრატული სამწევრის კოეფიციენტები, ეს უფროსი კოეფიციენტი ეს არის 3 სტოლი, წრფივი ნაწილის კოეფიციენტი ეს არის -12 და ვინაიდან აქ პირობაში c არის გამოყენებული, მოდით თავისუფალი წევრი აღვნიშნოთ m-ით. ეს არის 7 სტოლი. ჩვენ როგორც ვთქვით, ესე იგი y უდრის c-ს რეალურად, ესე იგი c-ს მნიშვნელობა ეს არის წვეროს y კოორდინატი და წვეროს y კოორდინატი გამოითვლება ფორმულით -d გაყოფილი 4a-სთან. ესე იგი დავთვალოთ ახლა ჩვენ, ესე იგი დისკრიმინანტი ჩვენ ვიცით რომ ეს არის b კვადრატს მინუს 4a გამრავლებული თავისუფალ წევრზე, ანუ am გაყოფილი 4a-ზე. ჩავსვათ მნიშვნელობები, მივიღებთ, ესე იგი მოდით ეს მინუსი გავითვალისწინოთ და ფორმულა ასე გადავწეროთ. და შესაბამისად, ესე იგი აი აქ დავწეროთ c უდრის. მივიღებთ რომ c უდრის, ჩავსვათ მნიშვნელობები 4 ჯერ 3-ს, 3 გამრავლებული 7-ზე მინუს -12-ის კვადრატი გაყოფილი 4 ჯერ 3-ზე. ეს უდრის, ესე იგი აქ არის 21 ჯერ 4 არის 84-ს მინუს 154 მე-12, ანუ ეს იქნება 60 მინუს 60 მე-12, ანუ უდრის -5-ს. ჩამონათვალში -5 არის პირველ ადგილას, ანუ პასუხი არის A. გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე. მოცემული გვაქვს ხო, რაც შეეხება მესამე სავარჯიშოს. ჩვენ ვიცით რომ სხეულის მოძრაობა აღიწერება h ფუნქციით, ეს h წარმოადგენს კვადრატულ ფუნქციას. ფუნქციის მნიშვნელობა დამოკიდებულია დროზე, დრო იზომება წამებში და ასევე ვიცით რომ მაქსიმალური დაშორება სხეულისა ზედაპირიდან ეს არის 45 მეტრი და მაქსიმალურ დაშორებას სხეულმა მიაღწია, როდესაც t იყო 3 სტოლი, ანუ 3 წამის თავზე. ჩვენი ამოცანა არის, ხო ასევე ვიცით რომ h0 უდრის ნულს, ანუ საწყის მომენტში, ესე იგი სხეული იყო ზედაპირზე, ანუ წერტილი კოორდინატებით 0-0 ეკუთვნის ფუნქციის გრაფიკს, აი მოცემული გვაქვს აქ შესაბამისი ნახაზი
და ჩვენ ახლა ჩამოთვლითაგან უნდა ამოვარჩიოთ ის იმ კვადრატული ფუნქციის განტოლება, რომელიც აკმაყოფილებს ჩამოთვლილ თვისებებს. ესე იგი, ვინაიდან, ესე იგი, ვიცით, რომ მაქსიმალური მნიშვნელობა მიაღწია, როდესაც ტეუდრის იყო 3 სტოლი და ეს მაქსიმალური მნიშვნელობა იყო 45, ესე იგი, ფაქტიურად ჩვენ ვიცით წვეროს კოორდინატები და ეს წვეროს კოორდინატები არის 3, 45. ესე იგი, ჩვენ რადგან წვეროს კოორდინატები ვიცით, წვეროს კოორდინატების ტერმინებში ჩავწერთ, ესე ვთქვათ, კვადრატული ფუნქციის განტოლებას და ეხლა უნდა ავარჩიოთ, ესე იგი, უნდა ვიპოვოთ ას მნიშვნელობა, ესე იგი, როგორ ვიპოვოთ ეს ას მნიშვნელობა, ესე იგი, უნდა ჩავწეროთ, როგორც ვიცით, 0,0 ეკუთვნის, ასე ვთქვათ, 0,0 ეკუთვნის მოცემული ფუნქციის გრაფიკს და ამიტომ ჩავწერთ 0 უდრის აგამრავლებული 0-ს მინუს 3 კვადრატში პლუს 45, ანუ გვექნება 9a უდრის მინუს 45, ანუ a იქნება მინუს 5 სტოლი. ესე იგი, მივიღეთ, რომ საძიებელი განტოლებას აქვს სახე -5 გამრავლებული x - 3-ის კვადრატს პლუს 45. ეხლა ვყურეთ, ჩვენ ას მნიშვნელობა გამოვთვალეთ, მაგრამ შეიძლება ასეც მოიქცეთ, დროის დაზოგვის მიზნით, არ ვიცი ხა, ვის როგორი, ესე ვთქვათ, უნარები აქვს, ან ვის რა გემოვნება აქვს. აი, მაგალითად, რადგან ჩვენ უკვე, ასე ვთქვათ, მივაგენით ძირითადად რა სახის უნდა იყოს კვადრატული ფუნქციის, ასე რომ ვთქვათ, განტოლება, ხო? აი, ამ ჩამონათვალიდან, აი, b-ს და d-ს ავტომატურად გამოვრიცხავთ. ხოლო a-ს და c-ს შორის არჩევანი რომ გავაკეთოთ, რას გავაკეთებთ? ესე იგი, ჩავსვავთ t უდრის 0-ს და t უდრის 0-ს და შევამოწმებთ. როდესაც t უდრის 0-ს თუ ht-ს მნიშვნელობა მივიღეთ 0, ესე იგი, აი ეს შემთხვევაში მართლაც მივიღებთ, რომ ht იქნება 0 სტოლი და ამიტომ ავარჩევთ ეს შემთხვევას და აი მაგალითად თუ ჩავსვავთ c ვარიანტში, ხო, t უდრის 0-ს. აქ უკვე აღარ მივიღებთ 0 სტოლის მნიშვნელობას, იმიტომ რომ მივიღებთ, ესე იგი, 9 ჯერ -15 უდრის 45, რაც არ არის ნამდვილად 0 სტოლი. ანუ თქვენ შეგიძლიათ, ასე ვთქვათ, როგორც ჩვენ გავაკეთეთ, ესე იგი, გაითვალისწინოთ წვეროს კოორდინატები, დაწეროთ განტოლება წვეროს კოორდინატების ტერმინებში, გამოვთვალოთ ას მნიშვნელობა, მიიღოთ კვადრატული ფუნქციის შესაბამისი განტოლება და არჩიოთ, ან როგორც კი ჩაწერთ, ასე ვთქვათ, ძირითადად რა სახის უნდა იყოს ეს კვადრატული ფუნქციის, ასე ვთქვათ, განტოლება, შეგიძლიათ გამორიცხვის მეთოდით, მაგალითად b და c გამორიცხოთ და შემდეგ უკვე ამ ორიდან მარტივად არჩიოთ. არჩევთ როგორ? აი მეორე პირობის გათვალისწინებით. მოკლედ ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია, რა გზას დაადგებით. პასუხი არის a ამ შემთხვევაში. გისურვებთ წარმატებას.